კონტაქტი მიცა გადათელა მოწინააღმდეგე თუ წინა მატჩი ზურგს უკან ამჟანდაძე ხელდახელ ნინიაშვილი გრძელი გადაცემა აფციაურს აქვს სივრცე შიგნით წავა რა გარეთ ჩამოიტოვა მეტოქე შიგნით შემოbrunდა და არა ჩვეულებრივი ლელო აფციაურის შესრულებით პირველი ულამაზესი როგორ კარგად იყენებს თავისთვის მიცემულ შანსს აფციაური სოლო რეიდი მისგან გაბითურებული რამდენიმე მცველი და ძალიან ეფექტური ლელო შაკო აფციაურისგან საქართველოს ნაკრები წინ გადის კი ბატონო კიდევ ერთხელ არ წაგვივიდა შეტევაში რაღაცები კარგად მაგრამ საბოლოოდ აი ეს პასი ნინიაშვილის საკარგი იყო გადაატარა აქ კანადელ ცხრიანს ჯეისონ ჰიგინს და საბოლოოდ კიდევ ერთხელ მიადევნეთ აქ აფციაურს გაძვრა გამოძრა და აი ეს ბოლო ფინტი ნახეთ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიცი და სუსახს ხო მაგრამ ბევრი ქვეყანა აკეთებს სხვა შორის ის რომ რაღაცა არა სხვა შორის ეხლა ზელანდია შოტლანდიაზე მაკენზი რო უთხრამდა ჯარიმას გადაწყვეტ ძალიან დიდი სივრცე აქ ნინიაშვილს პასი გააკეთა და თაფლაძის ლელო მეორე ლელო გააქვს საქართველოს შვენიერი გათამაშება მორკინალებით მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ხაზის მოთამაშეებმა ძალიან კარგად აითვისეს სივრცე და საბოლოოდ თაფლაძის მეორე ლელო პირველი აფციაურის იყო მოკლედ კარგია რომ ეს ხაზის მოთამაშეები თუ ახერხებთ რა თქმა უნდა მეორეჯერ შევიდით მაგ 22 მეტრიან ზონაში ხო თუ არ ვწდები და მეორეჯერვე ლელოც გავიტარეთ და 10-3 დაწინაურდა რა იყო და გაზარდა დაწინაურება ქულებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აი კიდევ ერთხელ ნინიაშვილი და თაფლაძე ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი შვენიერი პასი დავით ნინიაშვილისგან რა თქმა უნდა და თაფლაძეს აღარ გაუჭირდა ამ ოდნავ მომრავლდა მაყურებელი სხვა შორის ეგ ქართული ტრადიცია თუ ნახევრამდე არის თამაშის შევსებული მერე ივსება ხოლმე და ეს იყო ვიცოდი რომ ეს გამგვიანებლებიც ვართ სო ეგეც უნდა აღიაროთ ხო გვიან მივდივართ ხოლმე ადგილზე აი იაპონიასთან ძალიან მიმედოვნებ სუფრაზე რო პატიჟებენ 6-ზე იმიტომ პატიჟებ რომ იცი რომ 7-ის ნახევარზე 7-ზე მოვლენ და ჩვენ 7-ზე ელოდები ხოლმე მაგალითად შევცვალოთ მე ეგ ჩვენ ხელში არ არის იცნება ისე გვაქვს რომ აი პირველი ხო არ მივაქვს რაღაცა და ყველგან ეფექტის მოხდენა გვინდა სადაც უნდა შევიდეთ თენდუ აბშანაძის დარტყმა ამჯერად ზუსტია და ხო იგი პანდერაშვილი იყო აშკარად აი ყველა კონტრაქტზე მივდივართ საერთოდ ჰიგინსი მაღალი ფეხი ადგილზეა ნინიაშვილი და წამოიღო ხელი. კარგი ბოჭვაც მიიღო, მაგრამ შევქმენით თითქოს უპირატესობა ამჯერადზე ფანტასტიკური გარღვევა, მიყოლა სადარი აფციაური მიყვება. გარეთ აქვს სივრცე და ჩამოიტოვა მეტოქე და კიდევ ერთი ლელო. შესანიშნავი მოქმედება ჩვენი უკანახაზელების ჯერ თედუ ამჯერადზე რა კარგი იყო. მონახა სივრცე შემდეგ ორი ერთზე დაუტოვა აფციაური და აფციაური კვლავ ამართლებს თავის ადგილს ეროვნულ ნაკრებში. როგორ კარგად იმოქმედა, როგორ კარგად ითამაშა, შიგნით, გარეთ და წავიდა და მოიშორა კანადელი მორაგბე. აი ეს კარგი იყო ნინიაშვილისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ აბჟანდაძის როლი არის ლომის კი ბატონო, ამ შეტევაში და ნახე როგორ კარგად ტექნიკურად დაელოდა აფციაურს და ჰოპ ხელითაც რა, მაგრამ ჩამოიშორა აქ მოწინააღმდეგე და რაღაცა იქ ვერ დგებოდა მერე, შალოდა რატო ფეხი ხوار ეთკინა ძალიან. კიდევ ერთი ფანტასტიკური ლელო ჩვენების შესრულებით ძვირფასო გულშემატკივრებო, აი ეს კიდევ ერთი გამეორება. გორი ძლიერი ხელის მოშორება იყო. და ინერციით შევიდა საბოლოოდ აფციაური ლელოში და გავზარდეთ. აღარ კოჭლობს, ძალიან კარგია 39 წუთზე როგორც შეკპირდით. თუმცა თავისზე ორჯერ ნაკლებ წონის და ზომის კას დაეჯახა, ეგეც აღნიშნოთ, მაგრამ მართლა კარგი ბოჭვა იყო ნამდვილად. ლობჟაინძე მარჯვენა ფლანგზე ბოლომდე ვწურავთ. შველიძე, ნინიაშვილი, კიდევ ერთი ლელო აფციაური და ჰეტრიკი. ჰეტრიკი აფციაურისგან, მოკლედ ეს ბიჭი ლელოს მანქანად გარდაიქმნა ამ მატჩში, მშვენიერი გათამაშება და უნდა აღნიშნოთ ლუკა აუცილებლად როგორ პატარა მონაკვეთში მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ჩათამაშება. 22-3. პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტ. ჯილბერტისა და დესამიტების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეს კი აფციაურის მორიგი ლელო. ხო, ხელითაც კარგად თამაშობს, სხვადასხვა კარგად იშორებს მოწინააღმდეგებს აფციაური.
ღამის ნუკვარი იქნება ირლანდია ავსტრალია 0 საათსა და 10 წუთზე ხვალ იქნება შოტლანდია არგენტინა 19 საათსა და 10 წუთზე ამით დასრულდება ამ ვიკენდის სარაგბო ეთერი ლობჟანიძე აქ ხო ცოტა 10-ზე ტაიმინგში აბჟანდაძე და გაიქცა ჩვენი ვარსკვლავბიჭი აფციაური მიდის მეოთხე ლელოზე და როგორ მოახერხებს აირიდა ერთი კაცი და გასაწვდით რაპასი სადგატანა აფციაურმა კვესელაძეს რა ლელო გაიტანა ეს არის უმაღლესი კლასის აი სარაგბო IQ რაც შემოგთავაზეს ეს აქ აფციაურმა და კვესელაძემ რა თქმა უნდა აქ არანაირი წინპას საუბარი ზედმეტია მოусმინოთ ასო ani მიაშვილმა აიყვანა კაცი გადასცა აფციაურმა რა თქმა უნდა თავისი ჯადოქრობები ჩაატარა აქ შიგნითაც შეჭდა და მე აი აქ ხელიდან ხელში გადააწოდა ხო არა ლელო საერთოდ არაფერი ლელო უმაღლესი სარაგბო IQ გამოავლინეს ხო აი დააკნია და გაიჭრა ხაზი საკარგად გაატანა კიდევ ერთი კარგად კიდევ ერთი კარგი ამოხდება და ჩავხურე დაამიწებენ რა თქმა უნდა აი აქ წესი არ უნდა დავარღვიოთ ეხლა მოთელება რა კიდევ ერთი ნამდვილად არ გვინდა მოთი გამოჩნდა როგორც ჩანს და გადავჭი ხო ძალიან გაგვიჭირდება ხო და გაგვიტანეს შევახო ხო რა თქმა უნდა აქ გამორიცხულია ვერ აი უბრალოდ ვერ გაიცავ თავს 15 Thank you. Yes man. პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი. ჯილბერტის და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და მოლი რომელიც სრულდება ლელოთი რა თქმა უნდა. შენ გიყვარს იმის თქვა ჩემო ლუკა კარგად დაგორებული მოლის შემჩერებელი არავინ არ არისო თუ არ დაჯადნენ და სწორედ ასე მოხდა ეს ყველაფერი თორნიკე ჯალაღონია ლელოთი დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს. მე მიყვარს იმის თქმა რომ კარგად დაგორებული მოლის შეჩერება ძალიან რთულია. ხო იმის და მიუხედავად რომ ჩვენი ჩაქცევაც ადეს აქ კანადელებმა კარგად დავიჭირეთ ჩვენი მოლი და საბოლოოდ ჯალაღონიამ ლელო გაიტანა. გავაკეთებთ აქცენტო აქ შეცდომა და კანადელებმა აიღეს ბურთი როგორი შეცდომა და ლელო გაგვიტანეს საბოლოოდ ისარგებლეს ჩვენი შეცდომით კანადელებმა და 38-15 არც თუ ისე კარგ ნოტაზე ვასრულეთ, მაგრამ ხო ავირიეთ ძალიან ბოლო მონაკეთში. სამწუხაროდ ოვორუმ როგორ დაჭკვიან რომ ითამაშა გადმოაგდო ბურთი აქ თავისიანებისკენ და საბოლოოდ ესე შეძრნენ და დაგვიმიწეს ლელო კი ბატონო იყო შეხება